შეთანხმებაა და ის უნდა შესრულდეს. ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებას, რომლითაც ამერიკის პრეზიდენტი ევროკავშირში დამზადებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესებით დაიმუქრა. ურსულა ფონ დერ ლაიანი ამერიკულ მხარეს ახსენებს, რომ ვაშინგტონს არ აქვს უფლება ცალმხრივი ზომები მიიღოს, რადგან გასულ წელს შტატებმა და ევროკავშირმა სულ სხვა შინაარსის შეთანხმებას მიაღწიეს. მის თანახმად, ევრობლოკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შესულ საქონელზე 15%-იანი ტარიფი შენარჩუნდა. A deal is a deal, and we have a deal. შეთანხმებაა და ჩვენ ის გავაფორმეთ. ამ გარიგების საფუძველი კეთილდღეობა, საერთო წესები და საიმედოობა. ახლა ორივე მხარე ვახდენთ ამ გარიგების იმპლემენტაციას, თუმცა განსხვავებული დემოკრატიული პროცედურების გამოყენებით. ევროპული მხარე უკვე იმყოფება დარჩენილი სატარიფო ვალდებულებების შესრულების ფინალურ სტადიაზე. ჩვენ გვსურს, რომ ამ სამუშაო მოიტანოს ორმხრივი სარგებელი, თანამშრომლობა და სანდოობა და ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება სწორ უძღვოდა დონალდ ტრამპის მუქარა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ევროკავშირში დამზადებული ავტომობილების შემთხვევაში 2025 წლიდან მოქმედი 15%-იანი ტარიფი 10%-ით გაიზარდოს, რაც ყველაზე მეტად გერმანულ ავტომწარმოებლებს დაარტყამდა. ვაშინგტონი გერმანელი კანცლერის სიტყვებზე შემთხვევით არ განაწყენებულა, რომლითაც ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ ირანი დონალდ ტრამპს ამცირებს და რომ ვაშინგტონს წამოწყებული ომის დასრულების არანაირი სტრატეგია არ გააჩნია. ამის გამო ბერლინსა და ვაშინგტონს შორის ბოლოკვირაა რეპლიკები არაერთხელ გაიცვალა. თეთრ სახლში გერმანიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანაც სწორედ ამ კონტექსტში დაანონსდა, რამაც შეკითხვები გააჩინა. თუმცა ვაშინგტონმა ტარიფების შესაძლო გაზრდის ოფიციალურ მიზეზად ბრიუსელის მიერ სავაჭრო გეგმის რატიფიკაციის ვადების დარღვევა დაასახელა.